საღამომშვიდობისა. მოგესალმებით ყველას. ამოფინავებულია ვიდეო. მოგლეთ ჩვენი ხვალინდელი დღის გეგმა 26 მარტს დღის პირველ საათზე ყველანი ვიკრიბებით დელისის მეტროსთან გაერთიანებული პროფკავშირების შენობის წინ. ამ ხნის განმავლობაში უკვე 26 დღე დამთავრდა პროფკავშირებისგან იყო სრული გულგრილობა და იძულების შემთხვევაში უკვე რომ ჩვენმა იურისტმა დაიწყო მოქმედება, დაიწყო საქმის წარმოება, გახდა პროფკავშირიც იძულებული, დაიწყო ვითომ ალტერნატიული კომპანიის წინააღმდეგ შესაგებელი სასამართლო პროცესები. ჩვენ არ ვჯერა რა თქმა უნდა პროფკავშირების უცხადებთ სრულ უნდობლობას სამთო ქიმიური მრეწველობის პროფკავშირს და ზოგადად მთლიან გაერთიანებას. კიდევ ერთხელ ვითხოვთ რომ არ ჩაერთოს პროფკავშირები სამმხრივ კომისიაში რაც შეეხება ხვალინდელ დღეს ყველანი ვიკრიბებით მაქსიმალურად ბევრი ვინ ჩვენსავით ხართ დაზარალებული, მოტყუებული პროფკავშირების გაერთიანების მხრიდან და ერთი დღე დაუთმოთ პროფკავშირებს და უთხრათ ის ყველაფერი, რასაც განვიცდით, როგორი შეფასებაც გვაქვს პროფკავშირების გაერთიანების წინააღმდეგ. მოგლედ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა და გელოდებით ხვალ ყველას ერთად პროფკავშირების შენობის წინ. პროფკავშირების შემდეგ ჩვენ გვექნება სვლელობა მივალთ ბანკის ოფისებთან, საქართველოს TBC-ის, ლიბერტის და ასე შემდეგ და გავაპროტესტებთ იმ უკანონო საჯარიმო პროცენტებს, რომელიც ჩვენ დაუნებლიეთ კომპანიისგან თელფასების დაგვიანების გამო დააწყდა თავს ჭიათურელ მაღაროელს და სრულიად ჭიათურას. პარალელურ რეჟიმში აქცია მსვლელობა და ასევე საპროტესტო შეძახილები გაიმართება ჭიათურაშიც ჩვენი ძმების და მეგობრების მიერ და ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია. ჩვენ ვითხოვთ ბანკებმა, სადაც მაღაროელებს აქვთ სესხები, ჯარიმისგან დამატებული პროცენტები გაანოლოს და ჩამოაწაროს დაზარალებულ მაღაროელებს. მადლობა მოსმენისთვის. კი ბატონო. ესე იგი, საღამომშვიდობისად მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში ჩვენ თანამებრძოლებს ჭიათურელ ხალხს, ჭიათურაში მყოფ ხალხს გეტყვით იმას, რომ ჩვენ აქ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად დავჭით კონკრეტული ვადით, გვაქვს ჩვენი ხედვები, მარტო ხვალინდელი დღე არ იქნება ჩვენი საპროტესტო მსვლელობა, ზეგაც გეგმავთ ჯანდაცვის სამინისტროსთან მისვლას იმ მოთხოვნით, რომ ჩვენი თხოვნა იყოს გათვალისწინებული და ის ადამიანები, რომლებიც რეალურად არ არიან შრომელების უფლება დამცველები, ჩაეხსნან პროცესებს და ჩვენთან დაიწყონ მოლაპარაკებები. ეხლა რაც შეეხება მოკლედ მინდა შევეხო დღევანდელ გადაწყვეტილებას, რაც შეეხება კოოპერატივებს და ადგილზე ყოფი, ანუ უკვე მოპოვებული მარგანეცი, რომელიც ეზოში უყიათ, ამის გარეცხვაზეა ხალხო საუბარი
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი ინფორმაცია გვაქვს, ჩვენ გარეშე ერთპიროვნული გადაწყვეტილება არავის არ მიუღია, ამის ილუზია არავის არ გქონდეთ. თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ზიანს მოგვაყენებს, რაც დაგვაზარალებს. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ ისევ ჭიათურელი ხალხი, ისევ ჩვენი თანამხლები, ისევ შრომელი ადამიანები არიან დამოკიდებულები, რომელიც იმ კოოპერატივში მუშაობენ ამ საქმიანობაზე. გთხოვეს ისევ ჭიათურელმა ადამიანებმა, რომ მხოლოდ მოგვეცა იმის საშუალება, რაც ეზოში აქვთ, ის გარეცხონ. ეს არ იქნება თვეების და კვირეების მარაგი, ეს იქნება რამოდენიმე დღე. ამასთან ერთად გქონდა გარკვეული სწორი შეფასება იმისა, რომ მე თუ ეს ვერ გავრეცხე და არ მქონდა გამზადილი, შემდეგ უკვე დროში გამეწელება დასაქმებულებს ხელფას ვერ მიცევ და ჩვენი მოკლედ რო გითხრათ, ჩვენი ინტერესი არ არის, რომ ვინმეს ოჯახი მშიერი დავტოვოთ, ვინმე დავაზარალოთ და დავაზიანოთ. ოღონდ აქვე ვადასტურებ. კაცრად გაფრთხილებულია ყველა. არც კარიერზე არ იმუშავებენ, მარგანეცს არ მოიპოვებენ, არც გადაადგილდება, არც ქალაქიდან მით უმეტეს არ გავა. მხოლოდ რაც ეზოში ქარხანასთან უყრია, ადგილზე გარეცხავენ იმას. განაჩენი ყველა ვიცის, სანამ ეს პრობლემები არ იქნება გადაჭრილი, აქედან ვერ გავა ვერაფერი. გარკვეულწილად ჩვენ რაღაცეები უნდა გავითვალისწინოთ ხალხო და პირველ რიგში ვთხოვთ, რომ გაგებით მოეკიდოთ ხოლმე ყველა ჩვენ გადაწყვეტილებას და არ მივიღებთ ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენთვის და ამ პროცესებისთვის. ეხლა რაც შეეხება ჩვენ აქ ყოფნის, ანუ ჩვენი აქ ყოფნა რას მოიტანს პირველ რიგში დღეს მთელი დღის განმავლობაში, რომ არ გამოვჩენილვართ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტელევიზიებთან მქონა ინტერვიუები მივეცით, ასევე პირდაპირ ეთერში იჯდნენ ჩვენი მეგობრები, ასევე ხვალეც გვაქვს ტელევიზიებთან შეხვედრა და ვცდილობთ მაქსიმალურად ინფორმაცია გავავრცელოთ, მაქსიმალურად სწორად მივიტანოთ საზოგადოებასთან ის პრობლემები, რა პრობლემები დღეს ჭიათურაში არსებობს და არა მარტო ტელევიზიები, სხვათა შორის ქუჩაშიდაც, ასე პირადადაც გქონია ადამიანებთან ამ თემებზე საუბრები და მაქსიმალურად ვცდილობთ ინფორმაციის გავრცელებას. ასევე გეტყვით, რომ ხუთშაბათს 10 საათზე ჩვენ პირდაპირ ეთერში დავждებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ვისაუბრებთ, ცლად ვისაუბრებთ ჭიათურაში არსებულ მდგომარეობაზე. კიდევ ერთი, რაც შეეხება ამ პროფკავშირს და პროფკავშირის სასახლესთან მისვლის მიზეზი რა არის. მეგობრებო, ეხლა პროფკავშირი ცდილობს იმას, რომ რაღაცნაირად ხალხს დაანახოს საჭიროება, პროფკავშირის საჭიროება, პროფკავშირი მართლაც საჭიროა, მაგრამ პეტრიაშვილი ცდილობს, რომ პეტრიაშვილის საჭიროება დაანახოს ხალხს და ცდილობს, რომ რაღაც მანიპულაცია მოახდინოს, ცდილობს, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანოს და ცდილობს, რომ თითქოს ხალხში შიში დანერგოს. ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ რასი უნდა გვეშინოდეს ხალხო. აღარც სამსახური გვაქვს, აღარც ხელფასი გვაქვს და პატრონი არავინ არ გამოჩნდა. აღარ დავიწყებ ახლა რა გააკეთა პროფკავშირმა, როგორ მიგვატოვა, სად იყო ამდე ხანს, განცხადება რო გააკეთა კომპანიამ, მხოლოდ 2000 კაცს დავასაქმებ და 1620 რას უშვებიან, ამაზე რო პროფკავშირმა ყურადღება არ გაამახვილა. ხვადებთ თვალყურს, ხო იცით? უბრალოდ მინდა ერთი რაღაცა იცოდეთ. მაქსიმალურად იგნორი გაუკეთეთ მის საუბარს, იმიტომ რომ თუ გაყვებით და ბევრს მოისმენთ და ბევრს დაგაფიქრებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მოახდინა ზეგავლენა ამ ადამიანმა თქვენზე. ეხლა გეტყვით იმასაც, ადევნებ თვალს, აგერ რუსთავში რა ამბავიც არის, პირველივე დღიდან მთელი სულით და გულით არის ჩართული ამ რუსთავის მშრომელების პროტესტში ჩართული პეტრიაშვილი და მისი პროფკავშირი. სადმე გინახიათ ესე აქტიურად ყოფილიყოს პეტრიაშვილი ჩართული და ესე აქციებზე ერბინოს? ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ შიში დაინახა ჩვენში იმ ადამიანმა, ჩვენ რო ღია ომი გამოუცხადეთ, ჩვენ რო
ყველაფერი პირში მივახალეთ, რაც ეკუთვნოდა. აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი და დარწმუნებული ვართ, რომ რუსთავში მართლაც დაიდება შედეგი. მართლაც დაიდება შედეგი, იმიტომ რომ აი მე გაიშვიროს ხელი, რომ აი ამ ხალხმა დამიჯერა, მომყვენდა, ნახე რა კარგი შედეგი დავდეთ. თუმცა ეს მარტო პროფკავშირის ინტერესი კი არ არის, რომ ეხა რუსთავში შედეგი დადოს და ამით ჩვენ და ჭიათურელი ხალხი გაგვაშაოს და ჩვენზე თითი გამოიშვიროს. ეს თვითონ კომპანიის ინტერესიც არის. ეს თვითონ ხელისუფლების ინტერესიც არის. ალბათ დღეს კიდევ ვინც ყურს აღვიძებს, იმიტომ რომ კარგად იცის ყველა ჩვენ ამ საქმეს რო გავყვებით, ყველაფერს რო დავამტკიცებთ და ყველას რო თავის ადგილს მიუჩენთ და სამართლიანობას რო აღვადგეთ, მე რუსთაველებიც დაფიქრდებიან, ასე ზესტაფონლებიც დაფიქრდებიან, ყველა დაფიქრდებიან და პეტრიაშვილის პროფკავშირი იქნება სრულად განეიტრალებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ შრომელი ხალხი დაიცავს თავის უფლებებს. ხო კარგად გესმით, რომ ჩვენ თავზე რო ვიზრუნებთ, ისე სხვა არ იზრუნებთ ჩვენზე, ხო? და შრომელი ხალხი რო ხმამაღლა იტყვის თავის მართალ საქმეს, ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იქნება შრომელი ადამიანები. ამიტომ ეს არის ახლა ერთგვარი ბოლო გაფართხალება მაგათი. მართალია, რომ რაღაც ბერკეტები თითქოს მას ხელში უჭირავს, თუმცა თავარი რაც არის, ჩვენ ამ ყველაფერზე მუშაობთ, იურისტებსაც ვეკითხებით, არაფერს ისე ჰაერიდან წამოსულ აზრს არ ვანხორციელებთ, სანამ ზუსტად არ დავაზუსტებთ, ამან რა შეიძლება ზიანი მოგვიტანოს, რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს, სად შეიძლება პრობლემა შეგვექმნას, როგორ შეიძლება ამ პრობლემას მერე შემოვუაროთ, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ძალიან ბევრს ვჯელობ, ძალიან ბევრს ვეკითხებით და შემდეგ ვგავთ ნაბიჯებს. ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა მე წინასწარ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ, გამომდინარე იქიდან, რომ ისევ ჩვენმა მტრებმა გამოსავლები არ ეძიონ, არ იცოდნენ რას უპირებთ და როგორ უპირებთ. ერთი მთავარი რაც არის ჩვენი ერთობა, ერთმანეთის პატივისცემა და ნდობა. თუ ვენდობით ერთმანეთს, თუ გავიჭირვებთ და მივყვებით ერთმანეთს, ჩვენ გავიმარჯვებთ და ისე გავიმარჯვებთ, რომ ყველა ვიამაყებთ და ყველა ბედნიერი ვიქნებით და ჩვენიდან მაგალითებს აიღებენ ხალხო მერწმუნეთ. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ გვაქვს იურისტებთან ურთიერთობა, ჩვენ ყველა საკითხს ვამუშავებთ დეტალურად, მაგრამ ამას ჭირდება დრო ხალხო. ეს ისეთი რთული საკითხია, იურისტებისთვისაც კი იმდენად ბევრი სამუშაოა, იმდენად კარგად არის ყველა საკითხის შესასწავლი, რომ მე სადმე არ გავიჭედოთ ასე ვთქვათ და სადმე დამაზიანებელი მდგომარეობა არ მივიღოთ. ამიტომ ყველაფერს ჭირდება მოთმინება, ყველაფერს ჭირდება დრო და ყველაფერი იქნება კარგად უნაგვწამდეს და ვჯეროდეს და გვაქვს ამის რეალური შანსი. კარგი. კი. მოგლეთ. გვაქვს ესეთი შემოთავაზება ჩვენი ჭიათურელისგან, იურისტისგან, რომ ბანკებთან დაკავშირებით გვინდა შევაგროვოთ, გავაკეთოთ საერთო განცხადება, ასევე შევაგროვოთ ხელმოწერები, ვისაც ამ ხნის განმავლობაში უკანონოდ პროცენტები მოგემატათ, ვერ იხდით სესქს და ამის გამო ზოგს სახლის გაყიდვის პრობლემა უდგას, ზოგს კიდე ბანკები აწუხებს ყოველდღე და არ აძლევს მოშლენებას. მოგლეთ, გვაქვს ესეთი შემოთავაზება იურისტისგან, რომ მივმართავთ კოლექტიური განცხადებით როგორც მთავრობას, ასევე ბანკებს. და უკვე დაწერილია ეს განცხადება, ხვალ დილიდან დაიწყება ხელმოწერები და მე მინდა გთხოვოთ ყველას ხვალ აუცილებლად უკლებლიw ყველა ვისაც ბანკის პრობლემები გააქვთ, ჩამობრძანდეთ ჭიათურაში აქციაზე მოხვიდეთ, მოგაწერინებთ ყველას ხელს, ეს დოკუმენტები წამოვა თბილისში, გავხდებით ჩვენ აქ ამ დოკუმენტებს და ხუთშაბათს უკვე ჩავაბარებთ საჭირო ადგილებში, არაერთ ადგილზე იქნება მისატანი ეს დოკუმენტაცია, მივიტანთ და ჩავაბარებთ როგორც მთავრობას, ასევე ეროვნულ და კომერციულ ბანკებს. ამიტომ თქვენი გასაკეთებელი, მეგობრებო,
დაზარალებულო ბანკისგან დაზარალებულო მოსახლეობაო და მაღაროელებო არის ის, რომ ხვალ აუცილებლად აქციაზე უნდა ჩამოხვიდეთ და განცხადებას თქვენი ბანკის პროცენტების, უკანონო პროცენტების განულებასთან დაკავშირებით ამ მოთხოვნაზე მოაწეროთ ხელი. მოთხოვნაზე მოაწეროთ ხელი. დანარჩენს წამოვიღებთ დოკუმენტაციას, შევიტანთ საჭირო ადგილზე, იურიდიულადაც, ქუჩიდანაც, ხმაურითაც, ყველანაირად ჩვენ ვიქნებით მართლები, ყველა გზას ვეცდებით, რომ ეს პრობლემა აუცილებლად სწრაფად მოგვარდეს. გელოდებით ყველას ხვალ ჭიათურაში აქციაზე ხელის მოსაწერად. ესე იგი, ერთი მინდა დავამატო. ეხლა ჩვენ არ ვართ დაკავებული იმით, არავინ არ იფიქროთ, რომ ჩვენ პროფკავშირთან მივდივართ და თითქოს ჩვენი საქმეა ეხლა პროფკავშირთან ომი, ჩვენ ბევრად უფრო მეტი საქმე გვაქვს. უბრალოდ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა განაწყენებულები ვართ იმის გამო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საერთოდ ყურადღება არ გამოუჩენიათ, საერთოდ მიგვატოვეს და შემდეგ თავიანთი რაღაც ესეთი საშინაურო წრე, ვინც ამ ბინძურ საქმეში ყავთ გარეული, ასე ვთქვა, სხვა სიტყვა რა შეუსაბამო მიემათ. კადრულობენ იმას, რომ შეურაცხყოფას გვაყენებენ, თოლბოტები ყავთ შემოსეული, ასევე ღიათ ადამიანები, რომლებიც რეალური ადამიანები არიან, სახეზე ვიცით, სახელი და გვარი ვიცით, შეურაცხყოფას გვაყენებენ და ჩვენ ამ შეურაცხყოფას ვითმენთ, იმიტომ რომ ჯერ ეს საქმე გვაქვს ჩვენ დასამთავრებელი, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფკავშირთან დაახლოებული არასწორი ადამიანები პირდაპირ ასე ვეთქვი. იმიტომ რომ მეტი რა უნდა უთხრა მაგათ მესიჯებით რომ შეურაცხყოფას გაყენებენ, თან არ გიცნობს, არ იცი ვინ ხარ, რას აკეთებ და უბრალოდ გლანძღობს და შეურაცხყოფას გაყენებს. ამასთან ერთად, ჩვენ როცა დავაანონსეთ, რომ თბილისში მოვდივართ აქციაზე, ვიწერდნენ რომ აბა ჩამოდით, რა ბიჭები ხართ აქ დახვდებით. ჩამოვედით და ვნახეთ ისინი რა ბიჭებიც არიან, ისევ გუნდებში დაიმალენ. ჭიათურაში ხოლმე ჩამოვიდნენ, ჯერ არ ვეჩხუბებოდით, ვალდებული იყვნენ, რომ ჩამოსული იყვნენ და მშრომელ ხალხს დალაპარაკებოდნენ. შემდეგ უკვე რომ ეს ვალდებულება არ იკისრეს და საერთოდ ყურადღება არ მოგვაქციეს, ჩამოვედით თბილისში და თითქოს გვემუქრებოდნენ და ისევ თვითონ დაიმალენ. საერთოდ არ გამოჩნდნენ. ეხლა ავდგებით, მივაკითხავთ სასახლესთან, ჩვენ არ მივდივართ იქ არც საჩხუბრად, არც საომრად, პროსტა კითხვა გვაქვს. სად არიან, რას აკეთებენ, ეს ხალხი რატომ მიატოვეს, ეხლა რო იძახის, რომ 60% დაირიცხება, ამას იქით რა იქნება, რა ეშველება ამ ხალხს, სამსახურები როდის აღდგება, ბანკის პრობლემები რო აქვს, სახლის სტარტობით რო ემუქრებიან, ამ საქმეს რა ეშველება, ერთი რაზე მუშაობენ, აქ რო გამოდის და აბსურდულ რაღაცეებს რო იძახიან და რატო კადრულობენ ნაცვლად იმისა, რომ საქმე აკეთონ და ხალხს შეხვდნენ, რატო არიან იმით დაკავებული, რომ ჩვენ ყველა სიტყვას ისმენენ და არიან დაკავებული იმით, რომ გლანძღონ, გაგვაშაონ, ანუ ხალხის გაშავება და შეურაცხყოფაა მაგათი საქმე თუ საქმე უნდა აკეთონ და შრომელების უფლებები უნდა დაიცვან. ამის საკითხავად მივდივართ, რადგან თვითონ არ მოვიდნენ, შემდეგ ვერ მოვიდნენ, შემდეგ დაგვემუქრენ და ისევ თვითონ გაიპარენ და დაიმალენ, ეხლა სასახლეში მივაკითხავთ და უბრალოდ პასუხები გვაინტერესებს. ამასთან ერთად, გარდა პროფკავშირისა, კიდე ყავს ვიღაცეები შემოსეული და ხან სუსის აგენტს მიზახიან და ხან რაღაცას და აი პირდაპირ ვეთქვი იმ ადამიანებს, ახლა სახელ და გვარს არ დავასახელებ, რომ ჭიათურაში მეც მიცნობენ, ჩვენს ვიცნობენ და იმ ჭიათურებს ვეთქვი და იმ ჭიათურებს კიდე რომ თქვენს გიცნობენ ხალხო და თქვენ რა უფლება გაქვთ და როგორ ფიქრობთ, რომ ჩვენ გაგვაშავებთ სულთა, გულისა და სულის პატრონ ადამიანებს და თქვენი წარსულს გადახედეთ და თქვენ ცხოვრებას გადახედეთ. ლეგენდები დადის თქვენზე, თქვენ ჭყალებში კარგ საქმიანობაზე და შემდეგი კიდე მეორე. არ ვიცი, აი მეცინება პროსტა რო გიყურებთ რა და ხალისო, მაგით და ბევრი ვიდეოები ჩაწერეთ და მე ერთად უყურებთ ხოლმე ბიჭები და გადავთ მაგრად რა. აბა კარგად. კარგი, ცოტა გზელი ლაივი გამოგვივიდა და აუცილებლად ხვალ თბილისში პროფკავშირების გაერთიანების სასახლესთან ეს გახლავთ დელისის მეტროსთან
მარტივი მოსაგნებია დელისის მეტრო და უკვე პროფკავშირების სასახლესთან ხარ. პირველ საათზე გვექნება ხვალ საპროტესტო აქცია. და უნდა ვისაუბროთ იქ ის, რაც ეკუთვნის პროფკავშირებს. როგორც მთავრობის სასახლესთან მივედით, ასე მივალ პროფკავშირების სასახლესთან. რადგან მიგონაჩნია, რომ როგორც კომპანიაა დამნაშავე, იმ ყველაფერში რაც ჭიათურას ჭირს, უფრო მეტი დამნაშავე პროფკავშირებია, რო უტარებს იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გვჭირს ჭიათურას. უკავშირება დაგმართეთ ჩვენ.